Რა თქმა უნდა, არასოდეს დავიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდენეს და უფრო მეტიც ეს გმირობა არის ის, რაც თაობას უნდა გადაეცეს ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული. მათ აჩვენეს, რომ ქართული სული არის გაუტეხელი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს, მათ მოგცეს ჩვენ პატრიოტიზმის მაგალითი, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, თავგანწირვის მაგალითი და ჩვენი ვალია ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის, მშვიდობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ვალი გმირების წინაშე. ეს სიკვდილების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან და ჩვენი ვალია, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვას. დანიური დაფინანსებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და ისევ გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერები ამ შეხვედრაზე. რეალურად ემსახურება თუ არა თქვენი აზრით ეს წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს? ჩვენ ხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება პრეცედენტო უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც არის ძალიან სამწუხარო. კარგი ის არის, რომ ეს გარეთ ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ყველა მიცის ვინ არის, რას ემსახურება მათ შორის ასეთი ტიპის გარეთ ჩარევები, როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, იმისათვის, რომ აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, იმიტომ რომ ავტორიტარიზმის და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით. ეცნობის კალათის განცხადებას იგივე თემაზე, რომ უნდა დაიბარონ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც დააფინანსა აღნიშნული ფესტივალი, ისევ ამ თემის გაგრძელება. რაც შეეხება თვითონ პროცედურებს, რომელიც ამასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამაზე შეიძლება მსჯელობა. თავისთავად ის ფაქტი, რომ დანიური მხარე პირდაპირ აფინანსებს ავტორიტარიზმის ფესტივალს და ამ კუთხით აფინანსებს საარჩევნო პროცესს, საარჩევნო კამპანიას საქართველოში, ეს არის ბუნებრივია, შემაშფოთებელი. რაც შეეხება პროცედურებს, ამაზე ვიმსჯელებ. ამერიკელი სენატორები იმყოფებიან საქართველოში, მათ შორის თქვენს გქონდათ შეხვედრა მათთან, რა საკითხებზე იქნა ყურადღება გამახვილებული თქვენი შეხვედრისთვის, რაზე ისაუბრეთ? ჩვენ დღეს მოვისმინეთ ჯიმ შაგინის მხრიდან მწვავე განცხადებები, ის ამბობს, რომ არ ჩანს პრემიერ-მინისტრი დაინტერესებული ჩვენ შორის პარტნიორული ურთიერთობები რომ გაგრძელდებსო და იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელიც გადაეცა ბოლო წლებში. საუბარია რუსულ კანონთან დაკავშირებით, ის კვლავ არის გაკრიტიკებული და ამბობს, რომ ეს კანონი ქვეყანას ამის მე მქონდა რა გზავნილები ქონდა გადატრიალების ბრალდება არის მცდარი და არ არის ამერიკის მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, ამერიკის ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ეს ხო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთ საინტერესო დეტალი არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს, არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი საერთოდ არ ხსენებიათ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გაუზიარე როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს, ასევე ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს უნდა შეიცვალოს. გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ კუთხით. მე გულწრფელად ვესაუბრე სენატორს, კონგრესმენს, ელჩს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა მათ შორის ყოფილი ელჩი, რომელსაც ჰქონდა გარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს, რომელიც პირდაპირ იყო იმ ასე ვთქვათ რევოლუციური პროცესების, ჩავარდნილი რევოლუციური
პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წელს განხორციელდა ივნისში გახსოვთ უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით მოყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და ამ NGO-ებმა მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება. NGO-ები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები უნდა ყოფილიყვნენ მინისტრებად წარმოდგენილი ახალ მთავრობაში. ეს რა თქმა უნდა არის შემაშფოთებელი და ეს არის ფაქტები, რომელიც იძლევა შეშფოთების საფუძველს ასევე როცა ჩვენ ფიქრობთ სამომავლო განვითარებაზე. რეალურად ჩვენ საუბრობთ აქამდე არსებულ პრობლემებზე, როცა საუბრობთ აქამდე არსებულ პრობლემებზე, ასევე მიგვითითებს იმაზე, თუ რა აღარ უნდა მოხდეს მომავალში. და მე ძალიან გულწრფელად ვუთხარი სენატორს კონგრესმენს, შეის თუ რას ველით ამერიკელი პარტნიორებისგან, რას გულისხმობთ ჩემ ნაბიჯებში, ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო ჩვენი გზავნილები. უახლოესი 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ თავიდან ბოლომდე გადაიდირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მე აღვნიშნე შეხვედრაზეც და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრი შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. ველოდებით შევხვდრა ნაბიჯებს. მათგან თუ დაინახეთ მზად ყოფნა. არა მე რუსეთთან დაკავშირებით მე დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს თუ რას ველით მათგან. უახლოესი 1 წლის განმავლობაში. ველით რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. თავარია სამართლიანობა, თავარია სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები გადაიტვირთა და რაც არაერთხელ აღინიშნა შეხვედრაზე, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ამ ურთიერთობების გადატვირთვა შედის თანაბრად როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. მხრიდან თუ დაინახეთ მზად ყოფნა ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონო ბიძინაევანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული პირადად ბატონ ბიძინაევანიშვილზე, ეს არის დამოკიდებული ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ამყარებთ რესპუბლიკელებზე იმედს ტრამპის გამარჯვებაზე, რესპუბლიკელი სენატორებისგანაც არის ქართული ოცნების კრიტიკა, ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით, იგივე გარკვეული კანონმდებლობებთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს ამის მაგალითად პროფესორის. მე გეტყვით რა თვალსაზრისით არის უშუალოდ ტრამპის ფაქტორი მნიშვნელოვანი. თქვენ იცით რომ ტრამპი არის ის პრეზიდენტი ამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რომლის დროსაც ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის დროსაც ამერიკას არც ერთი ომი არ ქონია. ამ თვალსაზრისით არის სერიოზული მსგავსება ჩვენს ხელისუფლებასა და დონალდ ტრამპის მმართველობას შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ტრამპი მოიგებს არჩევნებს, ომი უკრაინაში დასრულდება უფრო ადრე, ვიდრე სხვა შემთხვევაში დაახლოებით 9 წლით ადრე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ომი დასრულდება იანვრისთვის, თუ სხვაგვარად განვითარდა პროცესები, ამ შემთხვევაში დაახლოებით 6 თვით შეიძლება გადაიწიოს ომის დასრულებამ, რაც უფრო ადრე დასრულდება ომი, მით უკეთესი მთლიანად რეგიონში ვითარების გაჯანსაღებისთვის და მით უკეთესი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის. ამ კუთხით არის ჩვენთვის საინტერესო ეს ფაქტორი. მაგრამ ასეც და ისეც მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ერთი გაუმჯობესდეს გაჯანსაღდეს ზოგადად რეგიონში ვითარება და მეორე გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ნატაფერაძის პოსტზე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ნაცნობი პოლიტიკოს წევრი და ფაქტობრივად მთელი ყაზბები დაადანაშაულა რუსეთის სიყვარულში ის გამო, რომ ოცნებას უჭერენ მხარს. რეალურად რა თქმა უნდა ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია ქართული ოცნების რეიტინგი. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც წარმართავს ქართული ოცნება და უფრო მეტიც თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია დღეს ცდილობს ისაუბროს იმ გზავნილებით, რომელთაც ჩვენ საუბრობთ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში. მათ შორის დაიწყო მაგალითად გვარამიამ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაწესდეს რუსეთისთვის სანქციები
ექსკურსიები, ღია უნდა იყოს საქართველოს რუსი ტურისტებისთვის, რასაც ჩვენ ვამბობდით 4 წლის განმავლობაში, იმის ლაპარაკი მოინდომა უკვე ძალიან გვიან ახლა რადიკალურმა ოპოზიციამ. Რა თქმა უნდა, ასეთი გზავნილები ვერ იქნება წარმატებული. ყველა ძალიან კარგად ახსოვს საქართველოში თუ რას ამბობდნენ ეს ადამიანები გასული 4 წლის განმავლობაში. გვარამი არის მაგალითად დავრჩეთ ამ თემაზე პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა მის სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს ისაუბრობს სამშობლოს მესიჯებით. ასეთ ფარს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა არ იყიდეს ეს ფუჭი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავადვე ისაუბრონ იმ გზავნილებით, რომელთაც საუბრობდა 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნება არის წარმატებობისთვის განცერული. უკრაინის წარმატებაზე ფრონტის ხაზზე და კურსის, რომელიც დაიკავეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ჩვენ ვაგვერდებით, რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებას, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება უკრაინას უსურვებთ ტერიტორიულ მთლიანობას და უსურვებთ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. ომის გამოძიებაზე დაიწყეთ ისევ საუბარი ქართული ოცნების წარმომადგენლება. მაშინ, როდესაც ჩვენ ნახეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, ჰააგას გადაწყვეტილება, სადაც საუბარი რუსეთს შემოიჭრა საქართველოში, რისთვის ჭირდება დღეს ქართული ოცნებას საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება იმაში, რაც ჩაიდინა 16 წლის წინ რუსეთმა? ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, რასაც ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის. კერძოდ დადგინდა ჰააგაში, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და დადგინდა სტრასბურგის სასამართლოში, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ჩვენ დავიცავით ქართული ჯარის ინტერესები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რომელიც იყო აბსოლუტურად სამართლიანი. რაც შეეხება ნაცმოძრაობის დანაშაულს, ეს არის აბსოლუტურად ცალკე საკითხი, რაზეც დღემდე არც ერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმშელია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება გამოძიებული ასეთი ტიპის დანაშაულები, შეიძლება ქვეყანას მუდმივად დარჩეს რისკები. თქვენ იცით, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა სურს ხელისუფლებაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ ჩვენ ასეთი რამ, ისინი ძალიან მოკლე ვადებში, მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩაიდნენ ისეთივე ქმედებებს, რომელიც კიდევ ერთხელ მიიყვანს საქართველოს ომამდე. რა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მთლიან პერიოდის განმავლობაში კოლექტიური ნაცმოძრაობა აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. თქვენ გახსოვთ მათი პოლიტიკოსების, მათი NGO-ების განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, უშუალოდ ომთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ მათი განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეების სავსე თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ნიშნავდა, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის მომწიფებას. ისინი არ მალავდნენ საკუთარ სურვილს და ინტერესს, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. რაც შეეხება უშუალოდ 2008 წლის მოვლენებს, ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამ მოსაზრებას იზიარებს ნაცმოძრაობის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აცხადებდა მთელი, ასე ვთქვათ, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში 2018 წელს, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს. ანუ ნაცმოძრაობა და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არიან ერთ აზრზე. დანარჩენს დაადგენს უკვე გამოცემები. ოლიმპიურ ოქროებსაც შეეხება უკვე 3 ოქროს მედალია საქართველოს ანგარიშზე. გასაცდელია პირობა დადო, რომ ამ შენობაში გაიხსნებოდა მუზეუმი, რომელიც ასახავდა 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს და ამ ბიჭების გმირობას. ხედავთ, რომ ისევ აი ამ მდგომარეობაში არის შენობა, თქვენ ხედავთ პირდაპირ რა ხდება ამასთან დაკავშირებით რუბლი. მე შემიძლია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გითხრათ, რომ მუზეუმი აუცილებლად გაიხსნება ამ შენობაში. უახლოეს პერიოდში უკვე აქტიურად წარიმართება სამუშაოები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამ დროს უკვე თქვენ აქ იხილავთ ასრულებულ მისიებს. რაც შეეხება ოლიმპიურ მედლებს, 3 გამარჯვებული იყო, რომელსაც ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ფაქტი რა შეაბსოლუტურად ზოგადად და ასევე მათი დაჯილდოება ხო არ გეგმება ღირსების ორდენით. გუშინდელი დღე იყო უბედნიერესი თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის 2 ოქროს მედალი
და ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი, რომ მოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გიმაჭარაშვილს უსურვებ ასეთივე წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს. ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოქროს медали მოიგო, მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგო და განსაკუთრებულად გავიხარდა, რა თქმა უნდა, გენოს გამარჯვება, რომელსაც იღვალი დააგდა წინა ოლიმპიადაზე და ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურები და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო. რაც შეეხება ორდენებს, მე არ მინდოდა წინ გამესვრა მოვლენებისთვის, მაგრამ ჩვენ ქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია, რასთან დაკავშირებითაც უკვე ოფიციალური წარდგინებაც განხორციელებთ.